ფორმალურად პოლიტიკურ პროცესში საქართველოში და ამ თვალსაზრისით მე ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ. კარგი, ბოლო კითხვა მაქვს ასეთი. დღეს შორის. გასაგებია თქვენი ნება, როგორც გსურთ ისე ახსნათ. მე ერთი კითხვა მაქვს ასეთი, ანი მიროტაძე იყო ჩვენი წინა სტუმარი თქვენამდე, მან თქვა რომ სააკაშვილის ჩამოცილებით ნაციონალური მოძრაობიდან ეს გახდა გიგაბოკერიას პარტია და ამით ივანიშვილის საშინაო დავალება შესრულებულია. თქვენ რა სიტყვით ასეთი ტიპის განცხადებების პასუხად? მე შემიძლია მხოლოდ ის თქვა, რომ უკანასკნელმა არჩევნებმა ნათელი გახადა ერთი რამ, რომ ამ ქვეყანაში ერთადერთი ძლიერი ოპოზიციური მოთამაშე არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შექმნის ამ ქვეყნის პოლიტიკურ მომავალსაც, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაამარცხებს ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას. გასაგებია სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლების, ასე ვთქვათ, სურვილი, რომ იხილონ დაშლილი, დაქუცმაცებული, განადგურებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. შემიძლია ისინი მხოლოდ დავამშვიდო, რომ მათ სურვილები დარჩება აუხსნელ სურვილად და მათ რაც შეეხება მათ პოლიტიკურ მომავალს მე ასე ვთქვათ, ვფიქრობ, რომ დღეს ისინი უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რატომ აღმოჩნდნენ სრულიად არარელევანტური საქართველოს პოლიტიკურ ველზე ბიძინა ივანიშვილის გარეშე და საკუთარი პრობლემებით დაკავდნენ. გასაგებია, მადლობა სალომე სამადაშვილს, მისი პირველი კომენტარები მოისმინეთ თქვენ ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან, მას შემდეგ რაც საჯარო გახდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას აფუძნებს უკრაინაში. კობა ლიკლიკაძე, რადიო თავისუფლების ქართული ბიუროს თანამშრომელია, ცოტა ხნის წინ მან გამოაქვეყნა ბლოგი სათაურით სააკაშვილის სიმართლე და მადლიერება და აი რას წერს. ამ შემთხვევისთვის სააკაშვილის სამიზნე პრეზიდენტი პეტრე პოროშენკოა, ეს საუბარია პერიოდზე, როდესაც ოდესის გუბერნატორობა დატოვა სააკაშვილმა. მოკლედ, მისი სამიზნე პეტრე პოროშენკოა, მიზანი კი მისი სავარძლის დაკავება. ვინც საქართველოდან იცნობს სააკაშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობასა და მის PR ტექნოლოგიურ ხელწერას, მისთვის არაფერია გასაკვირი იმ სიტყვებში, ოდესის აწუყვე ყოფილმა გუბერნატორმა პრეზიდენტ პოროშენკოს მისამართით რომ წარმოთქვა და ციტატა ოდესის ოლქს ხელში უგდებენ არა მხოლოდ კორუმპირებულებს, არამედ უკრაინის მტრებს. მე არ ვაპირებ ამაზე გაჩუმებას. კობა ლიკლიკაძე, რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის თანამშრომელი პრაღიდან არის ახლა ჩვენი სტუმარი. კობა, გამარჯობა. საღამოშიდობისა დიანა. კობა, დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი. ჩვენ ეს გადაცემა დავგეგმეთ აი ამ ახალი ამბის მიღმა. ჩვენ გვინდოდა გვესაუბრა რა პოლიტიკური ამინდია უკრაინაში და რა შანსები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს იქ პოლიტიკაში, ვთქვათ, თავისი ამოცანების მისაღწევად. მაგრამ შემოგვესწრო ამბავი, როდესაც ცნობილი გახდა რომ სააკაშვილი ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის. თქვენ მოისმინეთ, ვიცი, მისი გამოსვლა, მისი ბრიფინგი, იქნებ გითხრათ თავარი აქცენტები, მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს, რა იყო მისი და რა ტიპის, ვთქვათ, პოლიტიკური ძალა იქნება ეს. მე პირადად ნამდვილად არ შემიძლია ვთქვა, ვინ იქნებიან მისი თანამებრძოლები, ისინი არ არიან ქართული აუდიტორიისთვის ნაცნობი სახეები, ბუნებრივია. დიანა, მე ნამდვილად ვერ მივცემ თავისუფლებას, ეხლა წავიდე ღრმა ანალიზში, რა შანსები აქვს მიხეილ სააკაშვილს. მე როგორც ვიცი სოციოლოგიური გამოკითხვებით, ეხლა ჩემი კოლეგებისგანაც, სადღაც 6-7%-ის დონეზეა მისი პოპულარობა, რაც არ არის დაბალი, იმიტომ რომ სხვებს კიდევ უფრო დაბალი აქვს. ცხადია, რომ სააკაშვილმა რაღაცა მომენტი იყნოსა, მას აქვს გუმანი, პოლიტიკური ალღო. იმუშავა დასწრებაზე, იმიტომ დავწერე ბლოგში, რომ ვინც სააკაშვილის ხელწერა იცის, მისთვის არაფერი არ არის გასაკვირი. მიხეილ სააკაშვილს რამე რო გამოვიდეს, მას სჭირდება აბსოლუტური ძალაუფლება. თქვენ მოიყვანეთ, დიდი მადლობა ჩემი ბლოგი, მაგრამ ზუსტად ივნისში, 2015 წლის ივნისში წერდი იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად შეესწებოდა წასულიყო უკრაინის ხელისუფლების მწვერვალისაკენ, რადგან მას ერთგული პროკურატურის, სასამართლო სისტემის და სხვა სახელისუფლებო შტოების გარეშე მუშაობა ვერ წარმოუდგენია. ხა კი ამბობენ, რომ ეს დემოკრატიაა, მაგრამ დემოკრატიული მართლობისაგან ეს ადამიანი არის აბსოლუტურად შორს. იმიტომ რომ დაპირებებს, რომელსაც იგი უხვად იძლევა და ეხლა ჩვენ ნახეთ ხო მისი გამოსვლა ძალიან ისტერიკული გამოსვლა იყო, ფიქრობ რომ აქ იყო ერთგვარი ზიზღისენაც კი იყო ბევრჯერ გამოყენებული, რა ვიცი ახლა ბარიგები და რა ვიცი რაბინოვიჩები და რა ვიცი ეს მისაღები თუ არის. ეს არის უკრაინის ბიზნეს და პოლიტიკური ელიტის მისამართი, ხო მკობა? ეს უკრაინას და თვითონ უკრაინის მოსახლეობა
გადაწყვეტს უნდა თუ არა ასეთი ტიპის ლიდერი მათ. თქვენ თქვით ყობა რომ დაასწრო, ვის დაასწრო, პოროშენკოს თუ საკუთარ პარტიას? იცი რა, დღეს ხათაშური ძალიან საინტერესო იყო დიანა, რომ ჩვენს სატელევიზიო რუსულენოვან პროექტში, რომელსაც ნასტაია შევრი, მე ხქვია, გამოდიოდა უკრაინის ვერხოვნა რადას დეპუტატი, ეს ყოფილი ჟურნალისტი გახლავთ ჩვენი კოლეგა სერგეი ლეშენკო, რომელსაც კითხა ჩემმა უკრაინსკაია პრავდას წარმოადგენს. და საშუალო იყო საუბარი იმაზე, რა აი ამ დემოკრატიული მოძრაობის წევრი გაერთიანებული არის მუსტაფა ნაიმი, ლეშენკო და სხვები და მან თქვა ასე და ვადამდელ არჩევნებზე და მან ასეთი რამე თქვა, რომ იცით, ვადამდელი არჩევნები ჰორიზონტზე ჯერჯერობით არ აჩანს და რაც შეეხება სააკაშვილს, ჩვენ მზადა ვართ მივიღოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ლიდერის როლზე, რადგან ჩვენ შეთანხმებული ვყავს არ გვეყოლება ლიდერი. როგორც ჩანს ამ სიგნალს ელოდებოდა მიხეილ სააკაშვილი, რომ მას აქ ლიდერად არ ელოდებიან და აი ამ ახალგაზრდების ფონზე და აი ამ მესიჯებით, რომ რა ვიცი, ხა პირობებით წამოაყენა, მარტო სტუდენტები იქნებიან ალბათ და თრილი მეწარმეები, მისი მომავალი პარტიის პარტნიორები მომავალ პარტიაში, იმიტომ რომ ოლიგარქებს უნდობლობა გამოუცხადა და ორჯერ და სამჯერ პარლამენტში მყოფ ხალხს არ მინდა ხა უტრირება გავუკეთოთ თქვენ არ ვიცი ვინ უნდა იყოს ამ შემთხვევაში მისი პარტნიორი და ამიტომაც ვახსენე რომ ის დასწრებაზე მუშაობს რა ვიცი შეიძლება დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებაც გონია რომ მის შანსებს დის იმიტომ რომ რაღაც კლიპი აჩვენა იქ ტრამპთან შეხვედრის დროს როგორ აქებს და უწოდებს მას დონალდ ტრამპი მაშინ ბიზნესმენი დონალდ ტრამპი ახლობი არჩეული პრეზიდენტი წარმატებული რეფორმის და ასე შემდეგ. ალბათ აი ეს გათვლები აქვს მიხეილ სააკაშვილს. ყობა, თქვენ ახსენეთ მუსტაფა ნაიმი, სერგეი ლეშენკო, ერთი კომერსანტი ჟურნალისტი იყო, სერგეი ლეშენკო უკრაინის პრავდის ჟურნალისტი იყო, ისინი ახლა დეპუტატები არიან, მოკეთ გეგმავდა ამათთან ერთად პოლიტიკური ძალის შექმნას და ვინაიდან იქ ლიდერის ადგილისთვის არ იყო, თქვათ, მზაობა მისთვის გამოენახათ, მოკეთ რაღაც ამიტომ გადაწყვიტა ამ მოძრაობის შექმნა, ანუ ასე სწორად ვამბობ და ტრამპის გამარჯვება მისთვის რაღაც სტიმულია, რომ აი რაღაც პოპულისტური იდეების დრო მოვიდა და ამით ეხლა უკრაინულ პოლიტიკაში უფრო მეტის მიღწევის შანსი მიეცა? დიანა, მიხეილ სააკაშვილი იყო და რჩებოდა უკრაინაში მთავარ ნიუსმეიკერად. და საქართველოშიც რამეს თუ იტყვის ის ეკოსავით გაისმის და ყველა არხზე შემდეგ ხდება მისი განხილვა და გახდება თუ არა პოლისმეიკერი ეს რეალურად ეს გამოჩნდება. მე უბრალოდ თქვენ დამისვით ამ შანსებზე შეკითხვა, რატომ მიჩქარა, რატო დაასწრო, თორე მე იმ ბლოგში, რომელიც 6 დღის წინ თუ 7 დღის წინ გამოქვეყნდა, ფიქრობდი, რომ ის დაუპირისპირდებოდა პოროშენკოს იმ ადამიანს ხათაშორის, ვინც მიხეილ სააკაშვილი გადაარჩინა საქართველოში ციხეს. მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა უნდა იფიქროს, რომ მას ძალიან ბევრი მტერი ყავს უკრაინაში. მას მომხრეები ყავს, მაგრამ ძალიან გავლენიანი მტრები ყავს და ახლა უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციას და პოროშენკოც, რომელსაც მან რამე სახელმწიფოს ღალატი დააბრალა, არა, როდესაც თქვა, რომ ოდესა ჩააბარა კორუმპირებულებს. ის ღალატს ისე ხმარობს, თითქოს ეს იყოს მიღებული პოლემიკის დროს ევროპაში და ასეთი რამე არ ხდება. ისე როგორც არ ხდება და პარადოქსულია ხა თქვენი წინა ასე ვთქვათ სტომარი საუბრობდა იმაზე, რომ რა მოხდა ესე, როგორ რა მოხდა. მე ხა წარმოგიდგენია თქვენ ბავარიის მხარის მართველი, რომ იყოს პარტიის ლიდერი ჩეხეთის რომელიმე პარტიის და ერეოდეს წინასაარჩევნო პროცესში აგრესიულად, როგორც ეს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სრულად სამართლიანად შენიშნა. ასეთი რამე, რა თქმა უნდა, პარადოქსულია, ევროპაში არ შეიძლება ხდებოდეს და მე ჩემ უკრაინელ კოლეგებთან აი აქ ამ კედლებშიც მქონია დისკუსია, კაცო, ამ ადამიანს, მიხეილ სააკაშვილს, თქვენ მიეცით ინდულგენცია. აი დღეს როცა მიხეილ სააკაშვილი ლაპარაკობს, რომ ყოფილი ოლიგარქები ხელისუფლებაში მყოფი ხალხი არ უნდა თვითონ ხელისუფლებაში არ იყო, თუ საქართველოში ყოფნა 9 წელი არ ითვლება ხელისუფლებად. და ეს არის ორმაგი ჰიპოსტატი და ორმაგი სტანდარტი, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩემი ზოგიერთი უკრაინელი კოლეგისათვის და როგორც ჩანს პოლიტიკოსებისთვის, მოსახლეობის ნაწილისთვის ერთი ამბავია და მეორე ამბავია უკრაინაში. ანუ მას შეუძლია დაიწყოს ნოლიდან ყველაფერი, მაგრამ სხვას არ შეუძლია. მან ჩამოწერა სულ ყველა. გასაგები, ანუ ის უკრაინაში ყობა, ის უკრაინაში აღქმულია როგორც უკრაინელი პოლიტიკოსი, იმიტომ რომ ცოტა დამაბნეველია ის დროდადრო აქვეყნებს განცხადებებს, ბოლო ერთი კვირის რამდენიმე განცხადებას თუ ავიღებს, ის საქართველოს პოლიტიკაზე საუბრობს, მე ამბობს რომ ის უკრაინის პოლიტიკოსია, მე ამბობს რომ აქ ახირებულებთან საქმე არ უნდა ქონდეს, მოკეთ დღეს თქვენ როგორ დაინახეთ ის
უკრაინელ პოლიტიკოსად დაიწყო მან ჩამოყალიბება და ეს არის ფორმალურად გაფორმება იმის, რომ მას არაფერი აღარ აქვს საერთო ქართულ პოლიტიკასთან და ნაციონალურ მოძრაობასთან? ღმერთმა ხელი მოუმართოს, თუ კი ეს მხოლოდ იქნება უკრაინის პოლიტიკურ სივრცეზე, მისი ხელახალი თვითდამკვიდრებისა და აღზევების მცდელობა, ეს უკრაინელო მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ეს უკვე ასე ვთქვათ მათ ხელშია, მაგრამ ვიცი რა სააკაშვილის ბუნება, ის გააგრძელებს ამ ორსკამზე ჯდომას, თქვენ სავსებით მართებულად დასვით ეს შეკითხვა, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები ვერ ამბობენ ხმამაღლად, ამის შემდეგაც კიდევ არის ის ლიდერი, აქამდე რატო იყო ეს რო პარადოქსული იყო, უკვე გითხარით